მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენი პოდკასტი გრძელდება და დღევანდელი თემა ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც რემონტის კეთების პროცესშია, ან ახლა იწყებს რემონტს. ზოგადად რემონტი ყველასთვის ახალი საწყისია და ამ პროცესში ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი დეტალია. ეს იქნება ხარჯი, მასალა თუ ასე შემდეგ, ყველაფერს ძალიან დიდი დაკვირვება და ცოდნა სჭირდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ეს თემა განვიხილოთ დღევანდელ პოდკასტში და ჩვენი რესპონდენტი უფრო ამომწურავად ისაუბრებს იმ დეტალებზე, რაც რემონტის დაწყებამდე უნდა ვიცოდეთ, რა შეცდომებს ვუშვებთ და როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან, მოკლედ ამ პროცესში. სალომე გულურდავა, ინტერიერის არქიტექტორ დიზაინერი იქნება ჩვენი რესპონდენტი და ის ამომწურავად გვეტყვის ყველაფერს იმის შესახებ, თუ რა უნდა გავითვალისწინოთ რემონტის დროს და რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ. მოგესალმებით, სალომე, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი და მოდი ასე დავიწყებ პირდაპირ შეკითხვას, რა არის ის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც ადამიანები რემონტის დროს უშვებენ? მოგესალმებით, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. თემა, რა თქმა უნდა, საინტერესოა. ჩემი დაკვირვებით ამ პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი იწყებს უკვე რემონტს და იმედია გამოარჩევთ. ნამდვილად. რაც შეეხება შეკითხვას, თავი პრობლემა ყოველთვის არის, როცა არ კეთდება დეტალური გეგმარება. გეგმარების გარეშე, რომელიც მოიცავს ელექტროობას, სანტექნიკას, თითოეული კედლის მოპირკეთებას, იატაკის მოპირკეთებას და მართლა დაუსრულებელი პროცესია, ასე ვთქვათ, ეს საწყისი ეტაპი, როგორიც შევდივართ ობიექტზე, ყველას გონია ხოლმე, რომ რაღაც ურთიერთობა გამარის მერე, როდის ვიწყებთ? ჯერ ვერ ვიწყებთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი წინასწარი მოსამზადებელი პროცესია გასავლელი. ამიტომ შეცდომა ეს არის, როცა უბრალოდ დაპროექტება არ ხდება და უბრალოდ შედიან და იწყებენ და რაც გამოვა, ის გამოვა, გამოდის ყოველთვის საბოლოო ჯამში. მაშინ ამ შეკითხვას დავსვამ, რა რისკები, გაუთვალისწინებელი ხარჯები, მასალის ზედმეტობა ან ნაკლებობა შეიძლება აგვარიდოს თავიდან სწორად დაპროექტებულმა ბინამ? პრიორიტეტი იმისი, როცა მუშაობ დიზაინერთან, არის სწორედ ეს, რომ თავიდან ავიცილოთ შეცდომები და შემდეგ ამ შეცდომების გამოსასწორებლად გაწეული ხარჯები, ესე ვთქვათ. ნებისმიერ საკითხში შეიძლება რომ შეცდომა დაუშვათ ელექტროწერტილების არასაკმარისი რაოდენობა, რომელიც ძალიან პრობლემურია და ხშირიც კი. ასევე გათბობა გაგრილების სისტემა, რატომღაც ყველას გონია რომ მხოლოდ ერთი ტიპის გათბობა გაგრილების სისტემა საკმარისია კომფორტული ცხოვრებისთვის. ასევე რა თქმა უნდა მოსაპრიკეთებელი მასალები, აქ ცოდნა არის საჭირო იმისი, რომელი არის პრაქტიკული, რომელი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს პირვანდელ სახეს და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი მერე შეიძლება აღმოჩნდეს მეორეჯერ, მესამეჯერ გასაკეთებელი და ამის თავიდან აცილება შესაძლებელია. მაშინ აქ ჩაგეკითხებით, ხშირად მე პირადადაც დავუშვი ეს შეცდომა, რომ ავირჩიე ვიზუალი და არა პრაქტიკულობა. და შემდეგ იყო ის მომენტი სინანულის, რომ ნეტა დამეჯერებინა და გამეკეთებინა უფრო პრაქტიკული. თუნდაც მოვლის კუთხით და ასე შემდეგ, ხომ? ამ შემთხვევაში რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ უნდა განვასხვაოთ პრაქტიკული, კომფორტული და ლამაზი ერთმანეთისგან? ან როგორ შეიძლება ეს ყველაფერი კომბინაციაში მოვაქციოთ? ალბათ გამოცდილება რა. იმიტომ რომ ეს სტენდზე ყოფილი ძალიან ლამაზია და ყველაფერი მოგწონს. მაგრამ ცოდნა სჭირდება იმას, რომელ მასალას შეუძლია რომ გავუძლოს დროს. ხო, თავიდან აცილება ალბათ უფრო აქედან ან უბრალოდ უნდა მოიძიო ინფორმაცია იმ მასალის შესახებ, რომელსაც აპირებ რომ გამოიყენო. სალომე, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს არ აქვს ფინანსური შესაძლებლობა იმისა, რომ დაიქირაოს ინტერიერის დიზაინერი? ამ შემთხვევაში ვის და რას შეგვიძლია ვენდოთ? ინტერნეტ, სადაც მართლაც ზღვა მასალაა, მით უმეტეს ახლა, როდესაც ხელოვნური ინტელექტიც დაემატა ამ ყველაფერს,
თუ შეგვიძლია მაგალითად გამოცდილების მქონე მაღაზიაში, სადაც შეგვიძლია თუნდაც მოსაპირკეთებელი მასალები შევიძინოთ, მივიდეთ და კონსულტანტებისგან მივიღოთ რჩევა. აი, როგორ შეიძლება მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ არ გვაქვს ინტერიერის დიზაინერისა და მსგავსი კომპანიის თუნდაც დაქირავების შესაძლებლობა. უნდა ვისწავლოთ. კი, აუცილებლად. მე სტუდენტებსაც უამას ვეუბნები, რომ მე რამდენიც არ უნდა გასწავლოთ ახლა აქ. თქვენ თუ არ დაიწყებთ უშუალოდ სიარულს მაღაზიებში და იქ არ გაეცნობით და ყველაფერს ესე ტაქტულად არ შეეხებით, მაქამდე ჩემგან მიღებული ინფორმაცია უბრალოდ არც კი დაილექება. ამიტომ აუცილებელია, რომ სხვა მაღაზიებში იარონ, დააგროვონ ინფორმაცია და ამის შემდეგ მიიღონ უკვე უშუალოდ გადაწყვეტილება, რომელი მასალა უმჯობესია მათი ცხოვრების სტილის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა. რა კომფორტი შეიძლება მისცეს მომხმარებელს კონსულტანტის მხრიდან სწორად მიცემულმა რჩევამ? ალბათ ზუსტად ის, რომ დროს გაუძლებს ის მასალა, რომელსაც ერთად შეარჩევენ. თავარია დამკვეთმა იცოდეს რა სურს. ხშირად არის ხოლმე ეს, რომ რაღაცა მოსწონთ უბრალოდ Pinterest-დან და არ ფიქრობენ ეს რამდენად ერგება მათი ცხოვრების სტილს. და არ იციან უბრალოდ რა რისთვის სჭირდებათ, უბრალოდ მოსწონთ. და თუ კონსულტანტსაც სწორად აუხსნი იმ დავალებას, რისთვისაც გინდა რომ ნებისმიერი მასალა გამოიყენო, აუცილებლად მიიღებ შესაბამის პასუხს. საუმე, რატომ ხდება ხშირად ისე, მე დასაწყისშიც აღნიშნე, რომ რემონტისთვის გათვლილი ხარჯი ხშირად თუ არა ყოველ შემთხვევაში აჭარბებს წინასწარ გათვლილს. ეს წინასწარ გათვლილიც უკვე არასწორია ჩემი აზრით ხშირ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, შეგვიძლია რაღაცა საბაზისო ბიუჯეტი გქონდეს ბიუჯეტის, მაგრამ ესე ზუსტ ბიუჯეტი მით უმეტეს არ ვიცი საქართველოს პირობებში. და რა განაპირობებს ამას? რა ვიცი, აი თითქმის ყველაფერი ხელოსნიდან დაწყებული რაღაცა საცხოვრებელ კორპუსში შემოყვანილი მილიდან დამთავრებული, რომელიც შეიძლება რომ საბოლოო ჯამში დაერთებაში რაღაცა პრობლემა ჰქონდეს. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი შეიძლება იყოს. ასევე გარემო პირობები, ხო? დრო, ასევე ხელოსანი, რომელიც შენ გინდა რომ დღეს მოვიდეს, მაგრამ იმას რა თქმა უნდა, ესე დღეს და ხოლ არ სცალია, ხო? შესაბამისად ჩერდება პროცესი. მერე ეს გაჩერებული პროცესი უკვე სხვა რაღაც პრობლემებს იწვევს და ასე შემდეგ. ესე ბიუჯეტი კონკრეტული ძალიან რთულია. ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა რა არის? აი თქვენს პრაქტიკაში, რასაც შეხვედრიხართ? რა მიმართულებით გულისხმობ? აი, როდესაც რემონტის პროცესი იწყება. აი, ან როდესაც მიმდინარეობს. მოდი, ჯერ ჩავშალოთ ის თემა, როდესაც რემონტს იწყებს ადამიანი. აი, ყველაზე ხშირად რა შეცდომას უშვებს აი ამ გათვლებში? გათვლების არ ქონდა, როგორც აღნიშნე. კი, ეს არის. და გათვლება გაგრილება. გონიათ, რომ ეს არის უნიშნელო. მაგრამ დღეს უკვე სამყაროში ესეთი მდგომარეობა არის, რომ საქართველოს შეგვიძლია ავიღოთ მაგალითად, მხოლოდ 3 თვე გვაქვს, როცა შეგვიძლია, რომ გათვლება გაგრილების სისტემის გარეშე ვიცხოვროთ. დანარჩენი დრო ან გათვლებაა ჩართული, ან გაგრილება. ეს 3 თვე რომელია ახლა დავფიქრდი და ან სულ გათბობა მაქვს ჩართული, ან სულ გაგრილება და აი სექტემბერი და აი აპრილის და ოქტომბრის ნახევარი, კი. და უშუალოდ აი როდესაც დაწყებულია უკვე რემონტი. ამ შემთხვევაში ძალიან ხშირად ვაწყდებით სხვადასხვა პრობლემას. აი ამ დროს რა არის ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა? როგორც აღნიშნეთ, ეს არის განათება და ელექტროობა და თითოეულ წერტილზე უნდა იყოს ნაფიქრი. მოძრაობის ტრაექტორია უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორ შემოვდივართ, სად გავდივართ, მე როგორ შევდივართ საძინებელში, როგორ ხდება ამ ყველაფრის გამორთვა, ჩართვა, იმიტომ რომ აი მაგალითად
როცა სახლი არის დაახლოებით 100 კვადრატის მოცულობის. შევდივართ სადვანთებთ შუქს და ასე. 100 კვადრატი და უფრო დიდზე რო არ ვისაუბროთ, ხო? შემოსასვლელში არის შემოსასვლელის ასანთები ღილაკი. როცა ვიძინებთ, რა თქმა უნდა, საძინებელი ხშირ შემთხვევაში ცოტა მოშორებით არის, ხო? ჩვენ თუ რევერსს არ გავაკეთებთ, აუცილებლად მოგვიწევს, რომ გასასვლელ კართან მოვტრიალდეთ, გამოვთოთ ჩუქი და სიბნელეში გავიაროთ ეს გზა და შევიდეთ საძინებელში. არც კი მიფიქრია, რომ საძინებლიდან შეიძლება ყოფილიყო შემოსასვლელში რევერსული ჩართვა გამორთვის ღილაკი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აუცილებლად გამახსენდა ეს გადაუხვიოთ თემას. ძალიან ბევრ ადამიანს აქვს სიბნელის შიში, მათ შორის მეც და ყოველთვის სახალისო ვიდეოებიც გვხვდება ხოლმე სოციალურ ქსელებში, რომ ჩაქრობენ და გარბიან. ხო, ეს არ უნდა ეს ძალიან დიდ კომფორტს მოხსნის რეალურად. ამ შემთხვევაში ჩნდება ძალიან საინტერესო კითხვა. თუ არ უყავს ინტერიერის დიზაინერი, არქიტექტორი, დამპროექტებელი, რომელმაც ეს ყველაფერი დეტალურად ძალიან კარგად იცის. უშუალოდ ხელოსანზე რამდენად არის დამოკიდებული ეს ყველაფერი და რამდენად შეუძლია მას, რომ გვირჩიოს ეს. რეალურად ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე და არა მხოლოდ მსმენია სხვებისგანაც ხშირად ძალიან ბევრი ხელოსანი გაურბის რევერსული განათების გაკეთებას თუნდაც საძინებელში. საწოლთან რაღაცა იმ კომფორტის შექმნაზეა საუბარი და მით უმეტეს თუ საძინებლიდან შემოსასვლელის ან სხვა რომელიმე ოთახის შუქის ჩაქრობაზე მიდგება საქმე, აი ამ შემთხვევაში ხელოსანს რა პასუხი შეგვიძლია მოვთხოვოთ, ან ჩვენ რა გავითვალისწინოთ იმისთვის, რომ მან ინტერიერის დიზაინერის გარეშე მაგალითად მოახერხოს ეს ყველაფერი. ვერაფერს ვერ მოვთხოვთ. არ არის ეს მათი პასუხისმგებლობა ნამდვილად. თუმცა ის რომ რაღაცის გაკეთება არ უნდათ, ეს ძალიან მარტივი მიზეზიდან გამომდინარეობს. საქმის გამარტივება. არა, არის, რა თქმა უნდა, შემთხვევები, როცა არ იცი. მაგრამ არის შემთხვევა, როცა იცის, მაგრამ როცა არ არის დამკვეთისგან კონკრეტული მოთხოვნა, ის რა თქმა უნდა, ზედმეტ შრომას არ გასწევს, ხო? აქ თუ კითხვა არის ის, რომ რამდენად შეგვიძლია დავიყრდნოთ 50-50 წელი, იმიტომ რომ საიდან ვიცით, რომ პროფესიონალია. ხო, თუ ვიცით, რომ პროფესიონალია და ვიცით, რომ თავის საქმე იცის, კი ბატონო, ნამდვილად შეუძლიათ ყველანაირი კონსულტაციის გაწევა და დახმარება, მაგრამ როცა შენ თავად არ იცი, ვერანაირად ვერ გადაამოწმებ ამ ცოდნას, აქვს თუ არა. ხო, აი ეს კითხვა მინდა და ზუსტად დამესვა, როგორ შეგვიძლია ამის შემოწმება, იმიტომ რომ რემონტის დროს ან მანამდე სანამ დავიწყებთ, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომა შეიძლება სწორედ ხელოსნების შერჩევაც იყოს და ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის ამ პრობლემას, რომ აი არ არის არც გუნდი, არც თუნდაც კონკრეტული ხელოსანი, რომელიც სრულყოფილად შეუსრულებს დაკისრებულ მოვალეობასა თუ საქმეს და შესაბამისად ეს ალბათ ერთ-ერთი მოუგვარებელი პრობლემაა საქართველოში შეიძლება რომ ესე ვთქვათ. და რა განაპირობებს ამას? არ ვიცი, მარტო ესე კერძო სექტორს არ შეუძლია ჩემი აზრით ამის გამოსწორება რა. აქ უფრო მეტი ინტერესი უნდა იყოს. ეს ცდება ჩვენი საუბრის თემას და გადავიდეთ მაშინ კი ბატონო. ცენტრები ამას ჭირდება სერტიფიცირება, ამას ჭირდება კონტროლი, გადაკონტროლება, რაღაცა პერიოდში ერთხელ ეს ადამიანები რამდენად სწორად მუშაობენ, რამდენად რაც ისწავლეს, თუნდაც თუ იქნება და რამე სასწავლებენ. მოკლედ ძანდი თემაა რა. ხო, როგორც ვთქვათ, ინტერიერის დიზაინერები ყოველწლიურად, ყოველთვიურად თქვენს ცოდნას იმაღლებთ, ასევე სჭირდება ხელოსანსაც. კი ბატონო, ეს ბუნებრივი შეუქცევადი პროცესია. გადამოწმება თუ უნდა, ორადორი გზა არის. თუ ვინმე შეუშვებს მათ ან ისეთ სახლში, სადაც ამათმა იმუშავეს რომელიმე ფლობელი, მაგრამ ძალიან რთულია ამის მოთხოვნა. ხო, ისიც დიდ პრობლემას წარმოადგენს ხოლმე, როდესაც ერთი ხელოსნის მიერ დაშვებულია რაღაც კონკრეტული შეცდომა, მეორე გაურბის ამ პრობლემის გამოსწორებას. კარგი, სალომე, თქვენ ახსენეთ მასალების შერჩევა. ეს რამდენად დიდი პრობლემაა, ან როგორ შეგვიძლია, რომ განვსაზღვროთ სწორი არჩევანი? აი, როგორ გავაკეთოთ სწორი არჩევანი და როგორ შევარჩიოთ სწორი მასალა?
როგორც ვისაუბრეთ, თუ არანაირი ცოდნა არ არის, პირველ რიგში ვეყრდნობით ალბათ ისევ მაღაზიის კონსულტაციას. რა თქმა უნდა, ინტერნეტში შეგვიძლია მოვიძიოთ ინფორმაცია ნებისმიერ მასალის შესახებ, თითქმის ყველა წამყვან კომპანიას აქვს თავისი ვებგვერდი, სადაც ყველანაირი ინფორმაცია AI-ს გვეხმარება ამის გარკვევაში, თუმცა ძალიან ბევრი დრო იხარჯება და რაღაც ფაქტიურად სასწავლო პროცესია ჯერ. რამდენად ხშირად ხდება ისე, რომ ადამიანები აქცენტს ძირითადად აკეთებენ ღირებულებაზე, რომელიც შედარებით დაბალფასიანია და არ აქცევენ ყურადღებას ხარისხს. რა პრობლემას ქმნის ეს? უდიდეს. დაბალბიუჯეტური მასალა იმიტომ არ ღირს იაფი, რომ უბრალოდ იაფიყიდეს, ხო? ანუ რა თქმა უნდა, იმას მინიმუმ ქიმიური შემადგენლობა არ აქვს შესაბამისი, რაც სწორია და სტანდარტია ისეთ სივრცეში, სადაც ადამიანი ცხოვრობს და თავისი ცხოვრების უმეტეს დროს ატარებს. ასევე აქ არის ცვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი, ხო? მაგალითად იატაკის მოპირკეთება და გააჩნია სად კეთდება, ხო? შეიძლება თბილისში ვთქვათ, რომ კერამიკული ფილა მაინც და მაინც არ არის მისაღები იატაკის მოსაპირკეთებლად. არა, მისაღები არა, უბრალოდ ანუ ის ეფექტურობა არ აქვს, ხო? რაც შეიძლება პარკეტს ჰქონდეს. მაგრამ აი დასავლეთში, სადაც უკვე ნესტიანი ჰავა არის, იქ შეიძლება პირიქით დიზაინერმა ურჩიოს, რომ მოდი გირჩევნია, რომ კერამიკული ფილა ავირჩიოთ იმისთვის, რომ უფრო დიდ ხანს გაძლოს მასალამ. თბილისში რომ მკითხე რატომ არა კერამიკული ფილა მაინც ცივი მასალაა, ხო? და ეს კინესთეტიკური ურთიერთობა სახლთან ძალიან მნიშვნელოვანია და ეს როცა ფეხში შველი გაივლი და ეს იატაკი მეტნაკლებად მაინც ცივია, ხო? არა აქვს მნიშვნელობა იატაკის გათბობა იქნება თუ არ იქნება. ზამთარში რა თქმა უნდა თბილი იქნება იატაკის გათბობის პირობებში, მაგრამ უკვე ზაფხულში როცა გამართულია, უკვე ეს სიცივე ფეხთან მიმართებაში მაინც დისკომფორტია, ხო? ამიტომ ფასი და ბიუჯეტი სწორად უნდა განისაზღვროს პრიორიტეტების მიხედვით. ყოველთვის დამკვეთებს რაღაც სიას ვაძლევთ ხოლმე, რომ სწორად მონიშნოს რა არის მათი პრიორიტეტი, რაშიც ურჩევნიათ რომ მეტი თანხა გადაიხადონ და რაში ნაკლები. და აი აქაც მე ვეხმარებით, რომ სწორად დააპრიორიტეტოს მასალები. კი ბატონო, რა უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, სანამ დაიწყებს რემონტს? რა უნდა იცოდეს, რომ სწორად წარიმართოს ეს პროცესი? უნდა იცოდეს რა უნდა. მინიმუმ. ხო. Pinterest-ის ერაში რა პრობლემებსაც ვაწყდებით არის ის, რომ თუნდაც ჩვენთან უკვე როდის მოდიან, იცი, ტელეფონის ალბომი რომ გადავსებული აქვთ ფოტოებით და რო გადაათვალიერებ და შეხედავ და რაღაცა 12 სხვადასხვა დიზაინ სტილის მიმართულება არის გადმოწერილი. ყველა მოსწონს. მაგრამ უკვე კამერა როლშიც ქაოსია, თავშიც ქაოსია. და მე ნუ რა თქმა უნდა ის ხდება, რომ აი ამის სინთეზს ვერ მოახერხებს რა. გასაგებია. საინტერესოა, გარკვეულწილად ამას პასუხი უკვე გაეცით, მაგრამ რა ეტაპები არსებობს რემონტის პროცესში? აი სწორი წყობა თუ გვაქვს თანმიმდევრობა, როგორ შეგვიძლია დავიწყოთ და დავასრულოთ რემონტი? რა ეტაპებს გადის? რა თქმა უნდა გაჩნია ობიექტს, ხო? შავი კარკასი, თეთრი კარკასი, მწვანე კარკასი. მოდი სამივე განვიხილოთ. ნებისმიერი იწყება გეგმარებით, ამაზე ვთანხმდებით. კი ბატონო. პირველი შემოდის იმ შემთხვევაში თუ კორპუსის ბინა და უკვე კარფანჯარა არსებობს და ჩასმულია, მაგრამ თუ კერძო სახლია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირველ ეტაპზე არის კარფანჯარის მორგება, ესე ვთქვათ და ამის შეკვეთა. შემდეგ შემოდის გათბობა გაგრილება. ბოდიში რა ჩაგეჭრებით, იმიტომ რომ გათბობა გაგრილებაზე არაერთხელ გაამახვილეთ ყურადღება ჩვენი საუბრისას. აი რა ეტაპია ეს გათბობა გაგრილება და როგორ უნდა დაიგეგმოს, ანუ როგორ იგეგმება სწორად? ჯერ უნდა გქონდეს ინტერიერი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს და მე იგეგმება გათბობა გაგრილება. კი ბატონო.
იმისთვის რომ იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა თუ ჭერში ჩასამონტაჟებელ გაგრილების სისტემაზე ვსაუბრობთ და არა გარე მისაყენებელ შიდა ბლოკზე. კი ბატონო. იმიტომ რომ ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ჭერის დაწევას. და კორპუსის ბინაშიც შესაძლებელია ასეთი სისტემის ჩამო. გააჩნია ხა რა თქმა უნდა თუ ფილიდან ფილამდე 2 და 90 არ გაძლევს და სიაშკა კიდე დასასხმელია, სიაშკა მოჭიმულია და ისევ გასაკეთებელია და იქ მინიმუმ 10 სანტიმეტრი კიდე აღარ გაქვს და 2 და 80 დაგრჩა საწყის ეტაპზე, ხო? იქ ძალიან რთული იქნება, თუმცა შეიძლება დერეფნული სისტემა უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში. სხვადასხვა სისტემაა გააჩნია, თუმცა 30 სანტიმეტრამდე მაინც ადის ხოლმე. კი, მაგრამ ზუსტად ამას გულისხმობ, რომ არ არის აუცილებელი დაიწიოს ყველგან ჭერმა. და ამიტომ ამბობ, რომ ჯერ უნდა არსებობდეს გეგმარება და უნდა არსებობდეს რაღაცა დიზაინის მონახაზი, იმისთვის, რომ სწორად დაიგეგმოს და დერეფნული სისტემით ვიმუშაოთ, რაღაცნაირად ისე შევიდეთ, რომ სველი წერტილები გამოვიყენოთ, დერეფნები გამოვიყენოთ და ძალიან დიდი სამუშაოა ესე პირველადად, რომ ძირითად სივრცეებში არ მოგიწევს ჭერის დაწევა. ამიტომ არის ეს პირველ ეტაპზე გასაკეთებელი, რომ იცოდეს სად შედიხარ, როგორ შედიხარ, სად აქვს მაგალითად საწოლს თავი, რომ ადამიანს თავში არ დაუბეროს, როგორ დგას ტახტი, როგორ არის სამზარეულო, რომ აი იმ სიცხეშიც შეძლოს ამ გაგრილებამ თავისი ფუნქციის შესრულება და ასე შემდეგ. ხო, ძალიან საინტერესოა. კარგი, დავუბრუნდეთ ზოგადად პროცესებს, აი რა ეტაპებს გადის რა. კი ბატონო. ამის შემდეგ პარალელურად უკვე იწყება სანტექნიკის წერტილების მონიშნა, ესე ვთქვათ. ელექტროგაყვანილობის ნახაზები, სადაც ცალკე არის როზეტები, ცალკე არის ჩამთველები, ცალკე არის უკვე უშუალოდ ჭერში განლაგება ამ თითოეული სანათის, რომელ სანთებს, სად რევერსია და ძალიან დიდი პროცესია ეს განათების დაგეგმა. სალმე, რა ხდება მაშინ, როდესაც რეალურად ყოფილა შემთხვევები ალბათ, რომ დაგეგმარების პროცესში სწორად განსაზღვრულა ყველაფერი, მაგრამ ხელოსანს დაუშვია შეცდომა და ვთქვათ, დენცქვიტის ნაცვლად ჩამრთველი გაუკეთებია წერტილებზე, ხომ? აი ამ შემთხვევაში როგორ ვიქცევით და რას აკეთებს უშუალოდ მომხმარებელი, რომელიც უკვეთავს დიზაინს? გააჩნია შეცდომის მასშტაბს, რა თქმა უნდა. ხა თუ ესეც მინიმალური მასზე პრობლემა არის, რომ რაღაცა 10 სანტიმეტრით ეს აქეთ არის იქ და თუ კრიტიკულად არ ცვლის მდგომარეობას და აი მაგალითად საწოლს შორის ადგილი მინიმალურია და შენ ზუსტად გათვლილი რომ ეს იქ უნდა იყოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში უკვე მისაწვდომობა აღარ იქნება, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეცვლის ამას ხელოსანი. შეიძლება გითხრას რომ თავისი ხარჯებით, მაგრამ საბოლოოდ არც ეგრე არ გამოვიდეს, მაგას ხო ვერავინ ვერ განსაზღვრავს რა და ვერ დავიწყებ. ალბათ მაგასაც იშვიათად იტყვიან, რომ საკუთარი ხარჯებით შეცვლიან და გააკეთებენ. აი მაგალითად გააჩნია ხო რაზე საუბარი, დიდი ფორმატის ფილა თუ გაუტყდება ხელოსანს, ერთხელ შეიძლება, აი მაგალითად ერთხელ ორჯერ ყოფილა ესეთ შემთხვევებიც და იქ უკვე მართლა თვითონ ანაზღაურებს ფილის ხარჯსაც. თქვენ როგორც ჩვენს ძალიან პატიოსან ხელოსნებთან გიწევთ მუშაობა. იცი აი როცა დიდ ფილზე მუშაობ, მაინც აუცილებლად არჩევ პროფესიონალს, რომელსაც ანაზღაურებად შესაბამისია იმისი, რომ ის პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. რამდენად შეგვიძლია, რადგან ასე დეტალურად ხართ ჩახედული ამ საკითხში, წინასწარ შევათანხმოთ ასეთი დეტალები ხელოსანთან, რომ შემდეგ მსგავსი პრობლემა რემონტის პროცესში თავიდან ავირიდოთ. რა თქმა უნდა, თუმცა ესეთი შემთხვევითი რამები იმდენად აბსტრაქტული შეიძლება სიტუაციაში აღმოჩნდეს, რომ შენ წინასწარ ვერ იყო შეთანხმებული, ხო და რაღაცა სიტყვიერადაც ხელშეკრულება, აი ზუსტად ეგ არის, ხო ჩვენ ხელშეკრულებას არავისთან არ ვდებთ. სიტყვიერად რაღაცებზე შეიძლება შევთანხმდეთ, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ყველანაირ რისკს თავიდან ავირიდებთ, რომ რაღაცა მოხდეს.
გასაგებია. კი ბატონო, მოდი გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, როგორ შევარჩიოთ სწორად სარემონტო მასალები. ამაზეც გარკვეულწილად დაგისვით წეგან შეკითხვა, მაგრამ აი რას უნდა მივაქციოთ ყურადღება? რა არის მთავარი? გასაგებია ერთია რომ თქვათ ინტერნეტში თუ კონსულტანტის დახმარებით მოვიძიოთ გარკვეული ინფორმაცია და მივიღოთ ეს ყველაფერი, ცოდნა იქნება თუ პრაქტიკული რჩევა, მაგრამ მეორეა უშუალოდ მასალასთან კომუნიკაცია, თქვენ ახსენეთ რომ მოსწავლეებსაც შეეხე, გამოსცადე და ასე შემდეგ, ხომ? ძალიან ბევრი შოურუმი დღეს, მაგალითად გალერეა დემოს, სადაც ახლა ვიმყოფებით, გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თუნდაც ონკანი მოუშვათ, ნახოთ წყლის ჭავლი როგორ მოედინება და ასე შემდეგ, ხომ? აი ასეთ დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვარჩევთ კონკრეტულ მასალას, რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსი კომფორტის შემოთავაზებას? აუცილებელია. ამის გარეშე უბრალოდ ვერ განვითარდებით. ჩვენც დიზაინერები ძალიან დიდი ინვესტიციას ვდებთ ჩვენს თავში, ზუსტად მაგ მიმართულებით, რომ ყოველ წელს უკვე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც გავიდეთ, ნახოთ რა არის ახალი ტენდენციები, რა არის გამოწვევები, ვინ რა რომელი კომპანია უკეთეს გამოსავალს გვთავაზობს, ვეცნობით ახალ მასალებს იმისთვის, რომ უკვე ინსპირაციაც მივიღოთ ამ ახალი მასალებისგან, რა და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ. ამიტომ ეს გამოფენებზე სიარული იქნება თუ ეს უკვე ინტერიერის დიზაინერებს ეხებათ, რა თქმა უნდა და არა უშუალოდ დამკვეთებს, რომ გამოფენებზე სიარული, მაგრამ როცა უკვე დამკვეთზე საუბარი, რომელსაც საკუთარი ბინის გარემონტება სურს, მინიმუმ შოურუმებს უნდა ესტუმროს, რომელიც არის სტანდარტების მიხედვით დაპროექტებული. კი ბატონო. როგორ გავარჩიოთ მასალა ხარისხიანია თუ არა? მასალასაც ხო გააჩნია. რა თქმა უნდა. ხო. აი მოდი მივყვეთ ეტაპობრივად მაშინ, აი რემონტი გვაქვს, ხომ? იატაკი, აი წეგან როდესაც საუბრობდით ეტაპებზე, დაპროექტებას და ასე შემდეგ ამ დეტალებს რომ თავი დავანებოთ, მივუბრუნდები ისევ იმ შეკითხვას, სანამ მასალის ხარისხზე განვაგრძობთ საუბარს. რა ეტაპებს გადის რემონტი? ვიწყებთ იატაკის მოპირკეთებით, კედლის მოპირკეთებით, ჭერის, აი ეს ეტაპები ჩავშალოთ, აბა. ამ გეგმარების მიხედვით იქსელება ელექტროკაბელები, შემოდის სანტექნიკის მილები, შემდეგ უკვე ყიდულობთ ჩასაშენებელ სანტექნიკის საინსტალაციო შიდა ბლოკებს, ესე ვთქვათ, აი მაგალითად თუ ჩასაშენებელი არის შემრევი, ჩასაშენებელი უნიტაზი, ეს ყველაფერი უკვე შემოდის ობიექტზე, მონტაჟდება ეს ჩასაშენებელი სისტემები და უკვე ბოლო ეტაპია ამის გარე მიყენება, ხო? ამას ესე მივყვებით. მე ეს უნდა მოხდეს მე ამ გარე მისაყენებელის შენახვა, დანომრვა, სადმე არ დაიკარგოს, ვინმე არ წაიღოს, მოკეთილი ამბებია. კი ბატონო. ეს არის ესე უფრო შავი სამუშაო, ხო? უნდა განისაზღვროს რა ტიპის იატაკს ვაგებთ. იმისთვის, რომ სწორად მოიჭიმოს იატაკი. მაგალითად, თუ ჩვენ სადმე გვინდა, რომ 2 სანტიმეტრიანი მასალა დავაგოთ, მაგალითად მარმარილო გვინდა, რომ სადმე დავაგოთ და მიზანებში სიტყვაზე. და საძინებელში გვინდა სამშრიანი პარკეტი, რომელიც შეიძლება იყოს 13, 12, 14 მილიმეტრი, ხო? უკვე სხვაობა დიდია. კი ბატონო. ამიტომ ეს უნდა ვიცოდეთ წინასწარ, სად რომელ მასალას ვიყენებთ, რომ იატაკის მოიჭიმოს შესაბამისად. თუ არის დრამატული ცვლილება და სხვაობა. თუ არის სადღაც 3-4 მილიმეტრი, ამის ესე ვთქვათ დასტაბილურება შეგვიძლია თვითწორებადი და ასევე წებოცემენტი და ბევრნაირი ტექნიკა ამისთვის, მაგრამ გააჩნია მოკლედ რამხელა სხვაობა მასალებს შორის. ეს უნდა შეირჩეს, შეიძლება არ იყიდო, მაგრამ უკვე კომპანიასთან მოლაპარაკება გქონდეს, რომ შენ რაღაცა 5 თვეში ან 6 თვეში დაგჭირდება და გადადო, ან წინასწარ გქონდეს განსაზღვრული. შემდეგ, რა თქმა უნდა, პარალელურად მიმდინარეობს კედლების დამუშავება, იატაკის მოჭიმა, როგორც ვთქვით. ყველაზე ბოლო ეტაპი არის, რა თქმა უნდა, ჭერი. ანუ იწყება ჯერ იატაკით,
შემდეგ კედლები და ბოლოს ჭერი. ჭერი საერთოდ როგორც ჭერი იხურება მას შემდეგ, რაც ელექტროკაბელები ჩაიდება, გათბობა, გაგრილება დასრულდება, კედელი მივა თეთრ კარკასამდე, ყველაფერი ფაქტიურად უნდა მივიდეს მწვანე კარკასამდე, რომ ჭერი დავასრულოთ. შეღების მომენტშიც ესე არის ყველაზე პირველი, ოღონდ შეღება აი ეს მინდოდა მეკითხა, როდესაც თეთრ კარკასამდე მივა, შემდეგ რა ეტაპები, ანუ რა ეტაპობრივობით მიმდინარეობს პროცესი? მოკლედ, მწვანემდე თუ მივედით და ესე იგი ეს ყველაფერი უკვე კედლებში ჩამონტაჟებულია და ჭერში დამონტაჟებულია, რაც უკვე წინასწარ განისაზღვრა. შემდეგ არის პირველი დავხურავთ ჭერებს, ეგრეთ წოდებული თაბაში მოყავთი. წერტილებს გამოვიყვანთ ელექტროობის, ამოსაჭრელი იქნება ეს ყველაფერი და შემდეგ შეგვიძლია უკვე შევღებოთ. პირველი იღებება ჭერი, კი. პარალელურად მიმდინარეობს კაფელმეტლახის გაკვრა, კედლების დამუშავება და უკვე დეკორატიული ელემენტები, რაც დამატებით თუნდაც აი რაღაც პანოები, როცა გახდება ან შპალერი, ან გაჩნია, ხო, ძალიან ბევრი დეტალი არის, რაც შეიძლება რომ უბრალოდ დეკორატიული ელემენტი შემოდიოდეს და შენ უკვე წინა აი მაგალითად MDF-ის კედელი, ხო, ეს კედელიც ამ დროს მონტაჟდება. შესაბამისად, სამზარეულოს ტექნიკა უნდა იყოს ნაყიდი, იმისთვის, რომ სწორად განისაზღვროს უკვე ავეჯის წარმოება და ყველაზე ბოლოს, უკვე როცა დასრულდება ღებვა ჭერისაც, კედლებისაც, მერე იგება იატაკი. გააჩნია იატაკს, ახლა რა თქმა უნდა, მეტლახი შეგვიძლია პარალელურად დავაგოთ, მაგრამ თუ საუბრობთ ბუნებრივ პარკეტზე და ხის პარკეტზე, ეს იქნება ორშრიანი, სამშრიანი თუ ბუნებრივი, აუცილებლად იგება ყველაზე ბოლოს, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მასზე მოძრაობა და ზემოქმედება სამუშაო პირობებში. გაფუჭდება აუცილებლად. და რა დროს ჭირდება, რომ აი პარკეტი როდესაც დაიგება, რამდენი ხნის განმავლობაში არ შეიძლება მასზე ზემოქმედება? ზემოქმედება აქ იგულისხმება ელემენტარული რაღაცა აი ჭერიდან ჩამოცვენილი ნაფხვენი, რომელიც შეიძლება ძირს სექტორს ამაზე ფეხი დაადგა და იმან გაკაწროს. ეს დღესაც გაკაწრავს და 10 წლის მერეც გაკაწრავს. აქ არის მაგ ზემოქმედებაზე საუბარი, რომ იქ იმდენად დამტვერილია და დაბინძურებულია სიტუაცია, რომ სანამ დავიწყებს ცხოვრებას, მანამდე არ დაკარგოს თავისი სახე. გასაგებია. კი ბატონო, იატაკი არის ბოლო და ასე სრულდება კარით შეიძლება რომ იატაკის მერე ჩამოიყვანოს, არ უყვართ ხოლმე ძალიან. მაგრამ მე ისე არ მიყვარს, რომ ჯერ კარი დავკიდოთ და რატომ არ უყვართ? თუ ჩასაშენებელზე არის საუბარი, იმიტომ რომ ის უფრო ადვილია, როცა კარი კიდია, უკვე იატაკი დაგებულია, ნახეთ მე არ მიყვარს, იმიტომ რომ როცა იატაკი დაგებულია, აი ესეთი მძიმე სამუშაოთი შემოსვლა უკვე არ არის რეკომენდებული. ისევ და ისევ დაზიანების გარიდების. ამიტომ ჯობია რომ ერთი ნაჭერი მოვიტანოთ ამ იატაკის და შევაცუროთ ამის ქვეშ და ისე მოვახდინოთ ამ კარის მონტაჟი. სიმაღლე რომ განისაზღვროს. კი, ამიტომ ჯობია ხოლმე რომ ჩასაშენებელ კარზე არის საუბარი, რომელიც უკვე უნდა მოპირკეთდეს ისე რომ კედლის სიბრტყეზე აღმოჩნდეს. აქ რა ვიცი თითქმის ჩემთვის გარდაუვალია რომ მან პარკეტზე ვერ ვამუშავებთ ხელოსნებს. აქამდე უნდა გაკეთდეს. მოკლედ გაჩნია კარის ტიპსაც თუ გარედან მისაყენებელია და გარეთ ჩარჩო უკეთდება რაღაცნაირად კიდე შეიძლება რომ დავაფინოთ დამცავი საფარი ზემოდან და რაღაცნაირად იმუშაოთ. ეს თანმიმდევრობაც არის ესეთი რა ძალიან ზოგადი. იმიტომ რომ ბევრი რამე პროცესში იცვლება, ბევრი რამე თავად საქმეთა მწარმოებელზეც არის. ასევე არის ხელოსნოს როდის ცალია. აი რაღაცებმა შეიძლება ერთმანეთი გადაფაროს. თუმცა აი ამ გადაფარვამ და ამ თანმიმდევრობის დარღვევამ თუ შეიძლება რომ გარკვეულ პრობლემებამდეც მიგვიყვანოს. რა თქვით? იატაკი დაზიანდეს მაგალითად, ხო? ან მაგალითად თუ ჯერ იატაკი დავაგეს და მერე დავიწყოთ ჭერის შეღებვა, აუცილებლად გაფუჭდება.
გასაგებია. სალომე, რადგან გალერეა დემაში იწერება ეს პოდკასტი, აუცილებლად მინდა გკითხოთ თქვენს კვეთაზე მასთან. რა კომფორტს თავაზობს რემონტის პროცესში გალერეა დემასი, როგორც მომხმარებელს, ასევე ინტერიერის დიზაინერს? ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალურად მოწესრიგებული სივრცე, როდესაც მასალების არჩევაზე მიდგება საქმე. შოურუმი, რომელიც პერიოდულობით იცვლება ხოლმე, ძალიან ეხმარება როგორც დიზაინერს, ისე ჩვეულებრივად მომხმარებელს, რომ სწორად აღიქვას მასალა. მისი მასშტაბი, სიღრმე, განათებაზე როგორ მუშაობს, როგორი დაფარვა აქვს და ასე შემდეგ. ასევე, რა თქმა უნდა, ის კონსულტირება, რაც შეუძლიათ აქ მომუშავე პერსონალს, რომ დეტალურად აგიხსნან რა მასალასთან გვაქვს საქმე, რისი გამოყენება ჯობია, რა არის მაგალითად ისეთი ზედაპირი, რომელსაც უნდა მაგალითად საშხაპეში თავი უნდა ავარიდოთ და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველასთვის ძალიან დიდი კომფორტია პროფესიონალებთან გადაკვეთა. კი ბატონო. სალომე, თქვენთან ყველაზე ხშირად რა შეცდომებით მოდიან ხოლმე და რა პრობლემებით მომხმარებლები? რომელ ეტაპზე? რემონტის პროცესში თუ დაფიქსირებულა ასეთი, კი ბატონო. პროცესში ნაკლებად გვაქვს ურთიერთობა, იმიტომ რომ უკვე დაწყებულია და ნდობის ფაქტორიც არსებობს. ახლობელი და მეგობარი თუ კითხავს რაღაცას, თორე ესე ვინმე მოვიდეს რომ დავიწყე და ეხლა ნაკლებად არ მოგწონს. მანამდე? მანამდე როგორც აღნიშნა ეს ქაოსი, როგორც ფოტოალბომში, ისე თავში, ხო და ამ ქაოსის დავარცხნა, დაალაგება, კონცეფციის ჩამოყალიბება და რა თქმა უნდა, სწორი დაგეგმა პროცესები. ტრენდებზე გადავიდეთ, რა არის დღეს ყველაზე მოთხოვნადი როგორც სტილის, ასევე მასალის ჭრილში? ხო. ყველა პერიოდს, აი მე მახსოვს დაახლოებით 5 წლის წინ, როდესაც რემონტებს აკეთებდნენ ადამიანები, რამდენიმე სახლში რომ შევდიოდი, ყველგან მეგონა რომ ერთი და იმავე სახლში შევდიოდი, მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად განსხვავებული პიროვნებების სახლში ვიმყოფებოდი. ხასიათებით, ფიზიკური მონაცემებით თუ შეიძლება რომ რემონტთან აიმე კავშირში იყოს და ასე შემდეგ. მაგრამ აი, როდესაც შევდიოდი ამ სახლებში, ყველგან იყო ერთი და იმავე სტილი, ერთი და იმავე ფერები. აი, ეს რამდენად შეიძლება იყოს რემონტის დროს დაშვებული პრობლემა და შეცდომა, როდესაც არ უკვირდებიან თავიანთ ხასიათს, იმ გარემოს, სადაც უნდა იმყოფებოდნენ, რომ კომფორტულად უნდა გრძნობდეს თავს მომხმარებელი და არ აუწყოს ფეხი რაღაც ტრენდებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მოდაშია. რასაც გულისხმობ, ეგ ტრენდი არ არის. აბა რა არის? ეგ არის მარტივი გამოსავალი. ბევრგან აქვს ნანახი. ინტერესო ინტერპრეტაციაა სხვათა შორის ამ განმარტების. ბევრჯერ აქვს ნანახი. და მარტივია ამის კოპირება. და მაშინ რა შეიძლება ჩავთვალოთ მოდად? მოდად შეიძლება ჩავთვალოთ ის, რასაც ყოველწლიურად გვთავაზობს მილა. მაგალითად. რეალურ ტრენდს გულისხმობ. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ქვეყნების მიხედვით, სიტუაციის მიხედვით, ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანის სხვადასხვანაირად იცვლება. საქართველოს სიტუაცია, რაც შენი გულისხმე, არის ზუსტად იმის შედეგი, რომ არა საკმარისად მნიშვნელოვნად უყურებდნენ საკუთარი სახლის რემონტს. უბრალოდ უნდათ რომ გადასულიყვნენ ახალ წელს. ხო? და მთავარია მოესწროს ახალ წლამდე. და არ აქვს მნიშვნელობა
რა იქნება? იქნება ის, რაც გამოვა. და ის, რასაც ხელოსანი შესთავაზებს. ეს ტენდენცია იყო რაღაც პერიოდის წინ, რა პერიოდით შენახსენე. დღეს ცალსახად შეცვლილია მდგომარეობა, კი. სწორად ირჩევენ თუნდაც სამშენებლო კომპანიას. და უკვე საზღვრავენ სწორად სად ჯობია ინვესტირება თანხის, რომელიც არ არის ესე ვთქვათ ხელმისაწვდომი და ხვდებიან, რომ ეს დახარჯული თანხა სწორად უნდა დააპრიორიტეტონ და დააპროექტონ საბოლოო ჯამში. ამიტომ მასალების შერჩევა თუ იციან სწორად? არა, არ იციან რა თქმა უნდა. ხო, მე არ მინდა ეხლა რამე ისეთი მასალა დავასახლო, რომელიც საკმაოდ ისეთია აქტუალურია ეხლა. მაინც ისე არ მინდა რომ გამომივიდეს, მაგრამ ძალიან ხშირად მომხდა ამ ბოლო დროს ყურში და ვცდილობ რომ საცხოვრებელ სახლებს გულისხმობ, თორე ის მასალა შეიძლება იდეალური იყოს კომერციულ სივრცეებშიც და მაგალითად მე დავასახელოთ. ვინილის იატაკი მაგალითად. ჩემთვის მე ეს ვხედავ. იდეალურია მაღალ დატვირთვაზე, იდეალურია ოფისებისთვის, სხვა კომერციული სივრცეებისთვის, მაგრამ აქტიურად შემოდის მოთხოვნა სახლში მის გამოყენებაზე. მქონია გამომიყენებია, მაგრამ დიდად არც შედეგით ვარ მოხიბლული და არც საბოლოო, ასე ვთქვათ, ვიზუალით, იმიტომ კი არა, რომ რაღაცა მასალას რამე აკლიან, ცუდი შესრულებულია, ბუნებრივობა აკლია და როცა საკუთარ სახლზე არის საუბარი და როცა იქ გაჩნია რა პერიოდის გატარება გინდა და რა მიზნით გაქვს ნაყიდი, თუ საინვესტიციოა, შეიძლება რომ და თუ ისეთია ცოტა დაბალბიუჯეტური და გაჩნია ხო უბანსაც. მაშინ ძალიან მარტივად შეგიძლია რომ თუმცა ეგ იმას არ ნიშნავს რომ იაფიღებს საერთოდ იაფიღოთ. აი ეს მინდოდა მეკითხა ზუსტად თანხას რაც შეეხება თანხობრივ სხვაობას. მაგას ვამბობ, რა ცოტა უფრო რაღაცა ტრენდისკენ წავიდა, ჩემი აზრია ეს აბსოლუტურად რომ არ სწორად არ არის პოზიციონირებული მოკლედ ბაზარზე რა ჩემი აზრით და ხო, იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ, ძალიან კარგია კომერციულ ფარგლებში, ინვესტირებისთვის და ასე შემდეგ, თუმცა კერძო სახლებში არა, ხო? აი ეს საინტერესო დეტალი წამოჭერით, რამდენად იცის მომხმარებელმა რემონტის დაწყებამდე რა პროდუქტის არჩევა სჯობს კონკრეტული ფართისთვის? არის. ხო, შენ შემთხვევაში, მაგრამ ნუ რაღაცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ არ იცის. ძალიან ბევრი რამე იციან და ძალიან სწორი ისიც აქვს, სწორი მიმართულება შეიძლება მოგცენ. იმიტომ რომ თუ დამკვეთი არ გაძლევს მიმართულებას, არ გულისხმობ მარტო მოსაპირკეთებელ მასალას რა. მან თავარი ღერძი დამკვეთს ედგას, შენ უბრალოდ ეს სწორად უნდა დავაწყდა და რაღაცნაირად კონცეფცია შეკრა იმისთვის, რომ საბოლოო სურათი და შედეგი იყოს როგორც კომფორტული, ისე ვიზუალურად საინტერესო, ხო? თუმცა ხარჯი ვახსენეთ და მასალა და აქ მინდა გკითხოთ, არსებობს თუ არა ისეთი მასალები, რომლებიც პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამცირებს ხარჯებს. ოღონდ თუმცა ხარისხზე ეს არ აისახება. რთული შეკითხვა. თანხა, რაც შეგვიძლია დავზოგოთ, ალბათ ეს არის დეკორი. და რატო დეკორი? იმიტომ რომ შეგვიძლია შევცხოვროთ დროთა განმავლობაში. და მოვარგოთ თუნდაც ჩვენს ხასიათს, ჩვენს იმ მომენტში მდგომარეობას. და დეკორში შეიძლება ავეჯიც შევიყვანოთ. ფარდა. კი. და ასე შემდეგ. მასალა? ხო, აი მასალა, რომელიც არის დატანილი კედლებზე, იატაკზე, ნებისმიერი ჩასამონტაჟებელი სისტემა აქ თანხის დაზოგვა არ შეიძლება დაუშვებელი. კი, იმიტომ რომ საბოლოოდ მაინც ვაწყდებით იმ პრობლემას, რომ დროთა განმავლობაში, როდესაც ის გაფუჭდება, იმდენჯერ შეიძლება მოგვიწიოს მისი შეცვლა, რომ საბოლოოდ ისე ვარჩიოთ, რომ ნეტავ თავის დროზე გადამეხადა ძვირი და ეს პრობლემები არ წამოჭრილიყო. კარგი,
რა არის სამი მთავარი რჩევა, რაც შეგიძლიათ ჩვენს მაყურებელს მისცეთ რემონტის დაწყებამდე? რა უნდა გაითვალისწინოს? აღარ განმეორდე ხო? ხო, აღარ განმეორდეთ ის რაღაცები დავივიწყოთ. აი, სამი მთავარი რჩევა, თუნდაც რაზეც სულ ახლახანს ვისაუბრეთ, ტრენდების გათვალისწინება, არ გათვალისწინება, მოდას აყოლა, არ აყოლა. აი, ნებისმიერი რაც უცებ წარმოგივათ, ეს სამი მთავარი რჩევა. სამი მთავარი რჩევა. აუცილებლად ჩამოყალიბდნენ საკუთარ სურვილებში. გაიაზრონ საკუთარი ცხოვრების სტილი და ამას მოარგონ უკვე საცხოვრებელი სახლი და არა პირიქით, ანუ სახლი უნდა ემსახურებოდეს ადამიანს და არა პირიქით. რაც შეეხება ტრენდებს, შეგვიძლია გამოვიყენოთ ტრენდული ნივთები და ხოლმე შევცვალოთ და ამაში ეცადეთ რომ დიდი თანხა არ დახარჯოთ. უბრალოდ შემოიტანეთ აქცენტები სახლში და მესამე თავი რჩევა ჩასამონტაჟებელი სისტემები აირჩიეთ ხარისხის მიხედვით. კი ბატონო. არის თუ არა დეტალები, რაც საბოლოო რემონტის საბოლოო სახეში ძალიან დიდ შედეგს გვაძლევს? კი. მაგალითად, განათების გარდა კიდევ არის რაიმე? იატაკი. და რას უნდა მივაქციოთ ამ ორივე შემთხვევაში ყურადღება? განათება არის ის ელემენტი, რომელიც მართლა, აი, ავეჯიც რო არ იყოს შემოტანილი სივრცეში, შეიძლება აღაფრთოვანებდეს ადამიანს. იმიტომ რომ მხოლოდ მას შეუძლია შექმნას განწყობა რა. ძალიან მარტივია რა. როგორც ამინდიქმნის ადამიანის განწყობას, ისე ქმნის ინტერიერშიც განათება განწყობას. მოდი მაშინ გამოვყოთ ოთახები და ზონები, სად რა ტიპის განათება უნდა გაკეთდეს. როგორ ურჩევთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს? ძალიან დიდი თემა. თუმცა აი ზედაპირულად რომ განვიხილოთ, თუ დიდი თემა, შეგვიძლია რომ მომდევნო პოდკასტისთვის კი, საკმაოდ ჩავშალოთ ესეც. აი მინიმუმ ერთ ოთახში უნდა იყოს სამი ტიპის განათება. და ამას არ აქვს მნიშვნელობა რომელი ოთახი იქნება. რა თქმა უნდა, ვაქცევთ ყურადღებას, რომელი განათებას მეტი აქცენტი მივცეთ ოთახის ტიპის მიხედვით, მაგრამ 3-4 ტიპის სხვადასხვა განათება აუცილებლად უნდა იყოს თითოეულ ოთახში. კი ბატონო. ეს იქნება აქცენტური, ambient ანუ საერთო განათება და დეტალები. ხო, ჭრილოვანი განათება სიმსუბუქისთვის, გააჩნია საძინებელში არ უნდა იყოს ისეთი განათება, რომელიც თვალს ჭრის, აუცილებლად ეს დაფარული ის უნდა კონდეს საფარი უნდა კონდეს, ესე ვთქვათ, ნატურას, რომ თვალისთვის გამაღიზიანებელი არ გახდეს და გეგმარებაში რატო გულისხმობ, რა ზუსტად უნდა იცოდე, მაგალითად, სად კითხულობ წიგნს. ხო, სად ჭამ საჭმელს ცალსახად, ხო? სად იკეთებ მაკიაჟს, სად იკეთებ მაკიაჟს, სად გიდგას კომპიუტერი, ხო? სამუშაო. ხო, ანუ ესე უბრალოდ ადგე და ჩაყარო განათება და მიიღებ სიბრტყეს უბრალოდ. განათება არის ის, რაც იძლევა სიღრმეს, ენერგეტიკას და რა ვიცი, ახლა წითელი ვაშლიც კი არ არის წითელი განათების გარეშე, ხო? ხშირად უშვებენ შეცდომას ამ. ძირთადად მაგაზე მოდის შეცდომა. და საინტერესოა რა ტიპის ნათება, რომელ ოთახში არის სასურველი? განათების ფერს გულისხმობ? კი ბატონო. საცხოვრებელ სახლში მე ასე უყურებ, აუცილებლად უნდა იყოს თბილი განათება. ყველა ოთახში? კი, ყველა ოთახში. მაგრამ დღესდღეობით ძალიან აქტიურად შემოდის ეს ჭკვიანი სისტემები, რომელიც დღის განმავლობაში
მინიმალურად იცვლის ტონს იმისთვის, რომ ეს გარე და შიდა სამყარო რაღაცნაირად უფრო სწორ კონტაქტში იყოს ერთმანეთთან და სულ ერთი და იგივე კელვინის განათება არ ქონდეს სახში. მობილურ ტელეფონზე გვაქვს რომ აბალანსებს თვითონ სიხშირეს განათების, ასევე არის. შესაბამისად ეს უკვე ცვლის იმოცემულობას და უფრო ამარტივებს იმ გადაწყვეტილებას რა ფერის განათება დავაყენოთ თითოეულ ოთახში. ალბათ ძალიან ბევრი მაყურებელი ახლა კრიტიკით დაწერს კომენტარს, რომ იქნებ მე ცივი განათება მიყვარს ან ნეიტრალური. ხო, ანუ აი რატომ ხო, აი რატომ ფიქრობთ ასე რომ ყვითელი უნდა იყოს? ზერაფერი. ხო, საინტერესო პასუხია. მაგრამ სამუშაო გარემოში უნდა იყოს უფრო ცივი განათება. იმისთვის რომ ადამიანი იყოს უფრო აქტიური. სახლშიც თუ მაგალითად რაღაცნაირად ისეთი სამზარეულო გვაქვს რომ 24 საათი საჭმელს ვაკეთებ, იყოს ცივი, უფრო აქტიურებს ადამიანს და უფრო ფხიზლად არის სამომტყოფოებშიც რატომ არის ცივი განათება, ხო? ჩვენ თუ თვლით რომ სახლი დასასვენებელი სივრცეა, მაშინ უნდა იყოს აი ჩამავალი მზის ფერი ან რაღაცა ამომავალი, რომელიც აი ამ სიმყუდროვეს და ძალიან საინტერესოა და მართლაც ბევრი რაღაც აღნიშნეთ ისეთი, რაც ჩემთვის სიახლე იყო და იმედია რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ასე იქნება. ხო, მე ვინმე არ დაგვიწერებს ზე თეთრია, ოკეი, თეთრია, უბრალოდ როცა ის ატმოსფეროში შემოდის. სინათლის შუქი გადაწყდება და შესაბამისად ვიღებთ იმ რაღაცა მოოქროს პროგრამატებას. კარგი აღნიშნა იყო. საომე, ჩვენ ვისაუბრეთ ბიუჯეტზე და აღნიშნეთ, რომ ძალიან არასწორია წინასწარ გათვლა. არასწორი არ არის რა, ძნელია თორე ძალიან კარგია. აი, არსებობს რაიმე კრიტერიუმი, რის მიხედვითაც შეგვიძლია, რომ ასე წინასწარ განსაზღვროთ დაახლოებით, აი ან პლუს მინუს თანხა როგორ განსაზღვროთ? თავისთავად, რა თქმა უნდა. ანუ პლუს მინუს ისაზღვრება, მაგრამ იმას ვამბობ, რომ ეს ზუსტი თანხას ვერ ძალიან ბევრი რამ იცვლება გზა და გზა. მაგალითად, ანუ სანამ ადამიანები მუშაობთ, იქამდე ესე იქნება. როცა რობოტი ჩაგვანაცვლებს, კი ბატონო. რობოტი G იმედია ასე მოხდება. რობოტი G იღებს ამდენს და მოდის ამ დროს, რობოტი Z ამ დროს და მიდის ამ დროს და მაშინ იქნება 100%-ით ყველაფერი და იმას არაფერი არ შეეშლება. მე პირადად ისევ ხარჯების გაზრდას ვამჯობინებთ ამ მოცემულობას. მოდი ახლა კითხავთ ასე. რომ გთხოვოთ ერთი მთავარი რჩევა მისცეთ, მაგრამ სამი უკვე გკითხეთ. მაგრამ აი ერთი მთავარი რა იქნებოდა? რისთვის? იმისთვის, რომ შეცდომები ავირიდოთ თავიდან, რემონტის დროს. ან არ იყოს შეცდომა, აი უბრალოდ რემონტის დროს რა უნდა გავითვალისწინოთ, ის ერთი მთავარი რჩევა რა არის? მოდი რემონტს თავი გავანებოთ. სწორად აირჩიონ სახლის მდებარეობა. მდებარეობაში იგულისხმება რა? ლოკაცია, აღმოსავლეთი, დასავლეთი, ჩრდილოეთი, სამხრეთი. და რომელი უნდა იყოს ეს? აღმოსავლეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი. ზე საიდანაც ამოდის. რა ხდება მაშინ, როდესაც არ გვაქვს არჩევანის თავისუფლება? როგორ შეგვიძლია შემოვაბრუნოთ ეს ყველაფერი საჩვენოდ? ხელოვნური ეფექტი როგორ შევქმნათ ამის? შიდა განათებით. კი ბატონო. თუ ბიუჯეტი შეზღუდულია, რომელ სამ ელემენტში არ უნდა დაზოგოს მომხმარებელმა თანხა? პირველი შესაძლებელია ალბათ. ამ ყველაფერზე უკვე ვისაუბრეთ ჩვენ დეტალურად და ეს რაც შემაჯამებელი რა იყოს. შეიძლება 3-ზე ცოტა მეტი გამოვიდეს, მაგრამ არ ავშობს. განათება. გათხოვა გაგრძელება. სანტექნიკის ჩასამონტაჟებელი სისტემები და იატაკის საფარი. კი ბატონო. ესე იყოს. რა არის ყველაზე ცუდი რჩევა, რომელიც მოგისმენიათ ინტერიერის დიზაინთან მიმართებით? არ ვიცი ესე კონკრეტული, მაგრამ ყველაზე ცუდი რჩევა არაპროფესიონალი
ხელოსნისგან მიღებული რჩა. აჰა. იმიტომ რომ ის მხოლოდ საკუთარ გამოცდილებას ეყრდნობა და შეიძლება გამოცდილებას არა, უბრალოდ საკუთარი შრომის შემსუბუქება ემსახურებოდეს. კი, ნამდვილად. რა არის პატარა დიზაინერული ხრიკი, რომელიც აი ინტერიერში შესვლისთანავე გვეუბნება, რომ ვაუ. კაი, განათებასო გადავახტებ. სწორი მოძრაობის ტრაექტორია შეიძლება. და როგორ უნდა განისაზღვროს? უნდა იცოდე, საიდან შემოდიხარ, სად გადიხარ, როგორ მოძრაობ, რა არის ის პრიორიტეტული თავარი ადგილი, სადაც თავს იყრის მთელი ოჯახი, იქ როგორ ხვდები, ანუ საცობი არ უნდა მოხდეს, მოკლედ სახერხებელი უნდა იყოს. კი. როგორ შეიძლება დეკორის ერთმა ელემენტმა განსაზღვროს სრული ინტერიერის ეფექტი? ბევრი მაგათ შეიძლება მაგაზე, მაგრამ ერთი ყველაზე ესეთი თვალსაჩინო მაგალითი არის სარკე. სარკე შეუძლია უბრალოდ გაორმაგოს როგორც სივრცე, ისე განათება. განათება კარგი იყო. ხო. ინტერიერის რომელი ტრენდი თქვენი აზრით დაკარგავს მალე აქტუალურობას? წესით ჯაპანდი სუჩანს. იქ რა არის? ჯაპანდი არის ერთ-ერთი დიზაინ სტილი, რომელიც საქართველოში ხა იყიდებს ფეხს, მაგრამ უკვე ევროპაში აღარ არის ესე. ნამდვილად კარგავს აქტუალობას. როცა იყო დრო, ისაც 3-4 წლის წინ დამკვეთებს, რომ თავაზობდით, რომ მოდი რაღაც ამ სტილში წავიყვანოთ, ვერ ხდებოდნენ ხა და დღეს ახლა ყველა მაღაზია ალაპარაკ და ინფლუენსერებიც ამაზე საუბრობენ და ეს და როგორ სტილს მოიაზრებს უფრო მეტად? ეს არის საკმაოდ მინიმალისტური. მე ალბათ უფრო ფოტოების ჩასმა აჯობებს, მაგრამ ეს საკმაოდ რთული ამის ახსნა, თუმცა არის ისეთი ნაკლებად გადატვირთული, უფროერსი ტონები არის აქაც ან ბუნებრივი ტონები შემოსული. და იაპონურის და სკანდინავიური სახელიდან გამომდინარე ნაზავია. თუმცა ყოველთვის ესე ხდება რა, როცა ნებისმიერი სტილისტვის დამახასიათებელი დეკორი ან ავეჯი უკვე მას მარკეტზე გამოდის და აი მაგალითად IKEA-ს დახლებზე შეგიძლიათ შეიძინოთ, ეს უკვე იმას მიანიშნებს, რომ ერა სრულდება. საქართველოში ეხლა უნდათ, მაგრამ უკვე ძველია. უკვე ძველი. კარგია. არსებობს თუ არა ტრენდები ან მასალები, რომელიც არასდროს დაკარგავს აქტუალობას? კი. მაგალითად? მარმარ. ყოველთვის ინარჩუნებს თავს. და ტრენდი? ტრენდი, რომელიც არ დაკარგავს? მაშინ ტრენდი არ ყოფილა. სტილი? სტილი კარგი დიზაინი ვერ იქნება ერთი სტილი რა. ხო, აი კარგი დიზაინი არის ის, სადაც არის სწორი კომბინაციები. და ანუ ჯაპანდიც ერთ-ერთი ამის შედეგი იყო თავის დროზე და სულ იქნება ესეთი მიმართულება, მაგრამ თუ მეკითხები სტილი, რომელიც სულ იქნება, რა თქმა უნდა გააჩნია ობიექტს, აი კომერციულს და არტ დეკო მაგალითად, რომელიც არტ დეკოა და მორჩა. ასევე არტ ნუვო. აი მასალის შემთხვევაში ხო მაგალითად რატომღაც პირველი გამახსენდა პარკეტი. ცალსახად ეს ისედაც ეგრეა. ხო, ანუ სხვადასხვა წყობის მიხედვით არასდროს კარგავს აქტუალობას, ხო? ხო, მაგრამ სწორი აღნიშნა იყო ტრენდი, მაშინ აღარ გახდება ტრენდი. დღეს თქვენ ხშირად ახსენეთ, რომ Pinterest-ის ეპოქაში ვცხოვრობთ და ძალიან ბევრი მომხმარებელი სწორედ ასე მოდის თქვენამდე, ხო? დიზაინი უფრო მეტად ფოტოგენურია თუ კომფორტზე მორგებული? გააჩნია ვინ უკვეთავს, გააჩნია ვინ ასრულებს. სტატისტიკურად როგორ არის უფრო მეტად?
აი მოდი ესე შევხედოთ. თუ იყო დრო და Pinterest-ზე დადებულ რენდერებს ადამიანები ქმნიდნენ და იქ გათვალისწინებული იყო ინჟინერია, ერგონომიკა. დღეს უკვე AI-ის შექმნილ რენდერებით მოდიან დიზაინერებთან ან ხელოსნებთან დამკვეთები, რომელიც ფიზიკის კანონს არ უღებს ხანდახან. ხო? ამიტომ დღეს უკვე თუ მასე მიყვები, აუცილებლად მხოლოდ ფოტოგენური გახდება და ერგონომიკასთან არანაირი კონტაქტი აღარ ექნება. მაგრამ ისევ იქ მივდივართ, რომ გააჩნია ვინ ასრულებს. შეიძლება ხო მოგწონდეს, მაგრამ ის ისე დაამუშაო, რომ იქიდან მიიღო უკვე კარგი მასალა. არ ენდოთ ხელოვნურ ინტელექტს რემონტის და ინტერიერის დიზაინში. არა, ჯერ ვერ განაცვლებენ ნამდვილად, მაგრამ რა თქმა უნდა მაგის იმედია რომ ვერც. ხო, არ ვიცი. გააჩნია სამყარო საით. აი, ყველაზე ხშირად, როდესაც ამ პრობლემაზე ვსაუბრობთ, ხომ, რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები, როდესაც Pinterest-ის, Instagram-ის და ასე შემდეგ დიზაინებს მოითხოვენ. უბრალოდ არ გამოვა ფიზიკის კანონს ეწინააღმდეგ. და რეალურად მასალა შეიძლება ამ ქვეყანაში არ მოიპოვებოდეს ის, რაც მას უნდა. შეიძლება ქონია შემთხვევები, ქონია შემთხვევები, როცა ისეთ მასალას ითხოვდნენ, რომელიც ჯერ საქართველოში არ იყო შემოდანილი. ტრანსპორტირება კი იცით, ხა რამდენი ჯდება და ცალკე და ღირს. მით უმეტეს, როდესაც მასიურ და გაგვიკეთებია ადგილობრივად, ფიზიკური შრომით, მიგვიღია შედეგი, იდეალურიც ყოფილა, მაგრამ ბევრად ვერ იჯდება. კი, როგორ შეიძლება? ის მაინც არ არის. ის მაინც არ არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრად ვერ იჯდება. მივიდივართ ისევ იქამდე, რომ ეს არის გაზრდილი ხარჯი. თუ ინდივიდუალიზმი არ არის დაკარგული, რა თქმა უნდა, შეუძლია თქვას თითქმის ყველაფერი. რა ინტერესის სფერო აქვს, როგორი ცხოვრების სტილი ცხოვრობს და რა ვიცი, სულშიც ცოტას ჩაგვახედებს. შინაგან სამყაროც კარგად ჩანს. აი, აქ მივდივართ ენერგიებთან და რატომ არის და რა განსაზღვრავს იმას, რომ ზოგიერთ სახლს აქვს ენერგია და ხშირად ამბობენ ამას, რომ აი ამ სახლში რაღაც ვერ გავჩერდი დიდხანს, ამ სახლში ძალიან მესიამოვნა და ვიყავი გამძლე. რა ენერგეტიკასაც ატარებს, ზუსტად მაგას ვამბობ, ბუნებრივი მასალა, იმიტოა ეგეთი მნიშვნელოვანი, რომ იმას შეუძლია ამ ენერგეტიკის გამტარუნარიანი გახდეს და ამიტომ არის ხოლმე გაჟღენთილი უკვე სივრცე პატრონის ენერგეტიკით. კიდე რა თქმა უნდა, ბუნებრივი განათება, რომელიც აღწევს შიგნით. ხო, აი, ეხლა უცებ გამახსენდა, რომ ხე ზოგადად ძალიან კარგად ინახავს ენერგიას, სარკეებით მათ შორის და ამ შემთხვევაში აი პარკეტი, ხის ავეჯი და ასე შემდეგ, ხო, ანუ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი ჩავშალეთ მართლა. როგორ შეიძლება ინტერიერმა გააუმჯობესოს განწყობა? აქ მხოლოდ განათება თამაშობს მთავარ როლს? არა, ბალანსი. ბალანსი და სწორი რიტმულობა. ანუ ის რაც არ ჩანს ესე არაპროფესიონალის თვალისთვის და ესე უფრო დამალულია ხოლმე იმ დეტალებში ეს რიტმულობა, რომელიც აგრძელებს მთლიან კონცეფციას რა. კორიდორული სისტემა თუ გაშლილი სივრცე? ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ოჯახის წევრების რაოდენობიდან გამომდინარე, დატვირთვა რა აქვს პირველადი, მეორადი. ფართი სახლის? რა თქმა უნდა, ისეც განაპირობებს კი. და რა დროს უფრო ურჩევთ მაგალითად კორიდორულ სისტემას ან გაშლილ სივრცეს? იცი რა არის ესე რჩევა ანუ ეს რჩევა არ იქნება სწორი, იმიტომ რომ ზოგი ბინა უბრალოდ მხოლოდ ერთ მოცემულობის საშუალებას იძლევა, იმიტომ რომ იქ საკანალიზაციო შახტები და საჰაერო შახტები ისეა განლაგებული, რომ რა ვიცი, რაც გინდა ისქენი, უბრალოდ ვერ გაიქცევი ამ მოცემულობას რა. ხო და აი თუ მსგავსი პრობლემები არ იქნება და უბრალოდ სურვილზე ვართ დამოკიდებული? ამ შემთხვევაში? აი მართლა არ შემიძლია რა რომელი ჯობია იმდენად
ცხოვრების სტილზე არის დამოკიდებული. რა თქმა უნდა, გაშლილი სივრცე კარგია და ეს არის ეფექტურია თვალისთვის, როცა შედიხარ და დიდია სივრცე, მაგრამ შეიძლება ისეთი ცხოვრები ცხოვრო, სადაც აი ძალიან ბევრი ეგეთი რომ დილას სტუმარი ისე მოდის, რომ თვითონ მე პატრონის ოთახიდან ჯერ გამოსული არ არის საძინებლიდან სიტყვაზე რა და ის როზის მისაღებ შენ სამზარეულოში შენ უბრალოდ გამოდიხარ და კი ბატონო. ხო და ეს რაღაცა ინტიმურობა ჩემი აზრით ცოტათი უფრო უნდა იყოს დაცული. გააჩნია თუ მარტო ცხოვრება. რომელ შემთხვევაში უფრო მეტად არის დაცული? ეს ინტიმურობა, დერექტორული. კი, გააჩნია რა თქმა უნდა ყველანაირ მოწყობას, მაგრამ აი რის თქმა მინდა და ხო, აი თუ მარტო ცხოვრობ საერთოდ კედელს არ ავაშენებთ. ხო. ტიხრებით. ხო, საერთოდ არ გავაკეთებდი ტიხარს, აი მინიმალისტურს, აი რაც სჭირდება სიტყვაზე ავეჯის დამაგრებას. აი ეგეთ საერთოდ არ გავაკეთებდი ტიხარს. და ამ შემთხვევაში რა გამოსავალი გვაქვს? როგორ გამოვუყოთ ზონები ერთმანეთს? აი ფარდებით, პატარა დეკორებით, ბევრი ელემენტი შეიძლება შევიტანოთ იმისთვის, რომ მინიმალისტურად ზონირება მოვახდინოთ, იყოს გაშლილი სივრცე და დიზაინის ერთი ტრენდი მასშტაბურად გამოიყურებოდეს და საინტერესოდ, მაგრამ იქ თუ ერთი ბოდიში. იქ თუ ორი ადამიანი მაინც ცხოვრობს, უკვე შეიძლება გაჭირდეს ყოველდღიურად. არა ტრენდი არ არის, მაგრამ ლამინატს საერთოდ ამოვიღებდი საცხოვრებელი სახლების დიზაინიდან. ეს არა ბუნებრივი სცენარებიც. აბსოლუტურად მოყვებით. ერთი დეტალი, რომელიც ნებისმიერ სახლს უკეთეს ხდის. მარმარი. ყველაზე დაუფასებელი ელემენტი ინტერიერში. მარტივად განათება და რატო? იმიტომ რომ ჩვენ მოვდივართ იმ დროებიდან, სადაც ხოლმე ერთი შუაში დაკიდებული ჭაღი ანათებდა თელს ოთახს. და ეს ჯერ კიდევ სანთელი. ხო, ეს კიდე ცალკე ტრაგედია, ხო? არა, აი იმას გულისხმობ, რომ ჯერ კიდე გუგონია, რომ საკმარისია. და არ არის საკმარისი. ხო, მინიმუმ 3-4, ხო, მახსენეთ. რომელია ყველაზე გადაფასებული ელემენტი ინტერიერის დიზაინში? ეს უფრო რთულია ვიდრე გაშლა შეკითხვები. ალბათ ზედმეტად დატვირთული დეკორატიული კედელი რაღაცა აუცილებლობად ჩამოყალიბდა თითქოს რომ უნდა იყოს სივრცეში. ხო, ზედმეტად არის შეფასებული, რომ ხო რაღაცა აუცილებლად უნდა იყოს, ხო? კი ბატონო. რა არის ყველაზე ძვირადღირებული ინტერიერი, თუ შეიძლება რომ ასე განსაზღვროთ? რა ქმნის ამ ეფექტს? ყველაფერი გარდა იმისა, რომ ძვირი ჯდება, ან არ ჯდება ძვირი. ანუ იმას გულისხმობ, რომ ძვირადღირებული ინტერიერი არ გულისხმობს ძვირი ფასის გადახდას. ძვირადღირებულ ინტერიერს ქმნის სწორი ბალანსი, ჰარმონია, განათება, რიტმოვობა, ინდივიდუალიზმი და სწორი კონცეპტუალური ხედვა, რის საშუალებას გაძლევს სივრცე და რა შედეგი შეუძლია რომ ამ სივრცეს მოგცეს. ყველაფერი არის, ყველა სივრცეს ყველაფერი შედეგის დადება ფიზიკურად არ შეუძლია. უნდა განსაზღვრო და შეაფასო სწორად რა რესურსი აქვს ამ სივრცეს. ამაზე კარგი შეჯამება. რაღა გვინდა, მე აღარ დავსვამ კითხვას ამ კუთხით. უღრმესი მადლობა უნდა გადაგიხადოთ საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო რჩევებისთვის და დავიმახსოვრე მე თემა და შემდეგზე აუცილებლად ვისაუბროთ ამაზეც. უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. ასევე. მადლობა ჩვენს მაყურებელსაც. დაელოდეთ მომდევნო თემას, რომელსაც გალერეა დემასი სულ ცოტა ხანში შემოგთავაზებთ. დროებით.